სამთავრობო ცვლილებების შემდეგ დღეს პირველი განმარტება გაკეთდა ოცნების ოფისში. ეს მისია ჰქონდა ლევან მაჭავარიანს, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზოგადი ხასიათის კომენტარით შემოიფარგლება და გვეუბნება ასეთ რამეს, რომ რეგიონებში არიან ჩინოვნიკები, რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ან კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ და სწორედ ამიტომ საჭიროა პროცესში მამუკა მდინარაძის ჩართვა. თუმცა თავად მდინარაძე რა ფუნქციას შეითავსებს და რა როლი ექნება ამ პრობლემის გადასაჭრელად, ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გვცემს მაჭავარიანი, კანონმდებელი, რომელმაც მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამსახურის შექმნას პარლამენტში უნდა დაუჭიროს მხარი. ყველა მიმართულებით დასმულ კითხვაზე პასუხად დღეს მაჭავარიანი არ იშურებდა საქებარ სიტყვებს მამუკა მდინარაძის მისამართით, ამბობს, რომ ის წარმატებული იყო კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, მისი თქმით უკვე აღარ არის საჭირო კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, რადგან ასე ააწყო სისტემა უკვე მდინარაძემ და ასეთივე წარმატებული იქნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა მის მუშაობის სტილს და უნარ-ჩვევებს. ხომ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, რომ მამუკა მდინარაძე აღარ იყოს ჩვენი გუნდის ლიდერი. ჩვენ პრობლემებს არ გაურბივართ და არის გამოწვევები, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ, რომ ეს გამოწვევები ძირითადად განპირობებული არის მართვის ვერტიკალში დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღებით, იქნება ეს თუ რიგ შემთხვევაში არიან თანამდებობის პირები, რომლებიც საკუთარ თავზე ვერ იღებენ იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობას ასაღებია და შესაბამისად ეს ყველაფერი არის დროში დასაჩქარებელი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია, რომ მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და შვეიცარიული საათის ისარევით იქნება აწყობილი რეგიონების მუშაობა. როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მიმართულებაზე, რასაც მამუკა მდინარაძე გაუძღვება, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო უნდა გამოვიდეს, რამდენიმე თვე, ერთი წელი, რომ ჩვენ შევაჯამოთ თუ რა დონეზე მოახდინა მამუკა მდინარაძემ თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. მე შემიძლია გავასწრო მოვლენებს და პირდაპირ ვთქვა, რომ ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს იგი თავის სამუშაოს. არა, ძალოვან უწყებებში კოორდინაცია უკვე ისედაც ძალიან მაღალ დონეზე არის და ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე არიან. შეგვიძლია გადავხედოთ თუ როგორ მუშაობენ ისინი, ან ერთობლივ ოპერაციებს, ღონისძიებებს როგორ ატარებენ. უნებრივი არც იყო მოსალოდნელი, რომ დღეს ქართული ოცნებიდან მოვისმენდით შეფასებას, რომ ეს მამუკა მდინარაძის ჩამოქვეითებაა, თუმცა გუშინდელ გადაწყვეტილებას სწორედ ასე აფასებს ყველა, ვინც ამ პროცესს და პროცესში მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ ტრაექტორიას აკვირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს გარემოებები ერთადერთი დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ მამუკა მდინარაძის გადადგომა და გადაყენება ამ პოსტიდან გადაწყვიტა თავად ბიძინა ივანიშვილმა და ახლა ირაკლი კობახიძე დაკავებულია იმით, რომ მისი თანამებრძოლი თუ თანაგუნდელი და ახლო მეგობარი დაასაქმოს რომელიმე თანამდებობაზე და სწორედ აქედან გამომდინარეობს კობახიძის სურვილი, რომ შეიქმნას სწორედ და მხოლოდ მდინარაძისთვის ახალი პოსტი. ყველაზე მთავარი ნიშანი იმისი, რომ მამუკა მდინარაძე დამწბედი გადაწყვეტილია და დამთავრებულია და კობახიძე უბრალოდ რაღაცებს იგონებს. არის ზუსტად ის, რომ პარლამენტის ცვლილება ჯერ ვერ შეაქვს ხო კანონში, იმიტომ რომ სესიები არ არის. ოღონდ მდინარაძემ მაინც გაათავისუფლეს იმ თანამდებობიდან, რომელიც ფორმალურად ჯერ ისევ არსებობს და წარადგინეს თანამდებობაზე, რომელიც ფორმალურად ჯერ არ არსებობს. ანუ ხვდებით, რამხელა მიუღებლობა აქვს ბიძინას მდინარაძის, რომ ერთი კვირაც კი ვეღარ აიტანა, რომ ის ამ თანამდებობაზე დარჩენილიყო და მოითხოვა მისი სასწრაფოდ გათავისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა სანამ კანონი არ შეიცვლება არსებობს და ახალი თანამდებობა სანამ კანონი არ შეიცვლება არ არსებობს. მდინარაძემ, როგორც მას ჩვევია, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მართლა ამ თანამდებობაზე იყო და მართლა სამართალდამცავებთან რაღაცა ტიპის კოორდინირებით და უფროსობით უნდა დაკავებულიყო და როგორც კი გადაიკვეთა მისი ძები ივანიშვილის მიერ ხელდასმულ რეალურ ნამდვილ შეპესოს უფროსებთან იქ სამართალდამცავ სისტემაში, მაშინვე კობახიძე მიიღო დავალება, რომ ამ ბიჭს ზედმეტები მოსდის და ეხა სასწრაფოდ სახლში გაუშვით. კობახიძე დაკავებულია თავისი ძმაკაცის შრომით მოწყობით, არ ემეტება, ენანება, რაღაც ესე ნაგავზე გადასაგდებად, როდესაც როგორც ჩანს ბიძინა მის გაიმეტა უკვე. და ამიტომ პარლამენტიც ესეთი მონური მორჩილებით აკეთებს შემდეგ ასრულებს ამ დავალებას.
რა კონკრეტული ფუნქცია იქნება მამუკა მდინარაძეს ახალ პოსტზე? ეს უკვე აღარ განუმარტავს თავად ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სამთავრობო ცვლილებები გუშინ დაანონსა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე და მას შემდეგ რაც თქვა, რომ მდინარაძისთვის ახალი პოსტი შეიქმნება, არც მედიის კითხვებისთვის უპასუხია.